მოგესალმებით კოლეგებო, კორუმი არის, შეუძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. კენცაღარ საკითხებში არის ჩამოტებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის საკითხი. განსახილველი საკითხები არის პარლამენტის წევრის ირაკლი ბერაიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა და ასევე პარლამენტის 59 წევრი, რომელმაც მოგმართა უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებით. შემდეგი გახლავთ ბავშვთუფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი პირველი მოსმენით, პარლამენტის რეგლამენტის ცვლილების შეტანის შესახებ პაკეტი პირველი მოსმენით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ცვლილება პირველი მოსმენით, ადმინისტრაციულ-სამართალდამოვანტი კოდექსში ცვლილების პაკეტი პირველი მოსმენით, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება პირველი მოსმენით, საარჩევნო კოდექსში ცვლილება პირველი მოსმენით და ასევე პარლამენტის დადგენილების პროექტი 2013-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლის საქართველოს პარლამენტის დარღვევითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, პლენუმის კომისიის დღის წესრიგში ასახული არის დიახეს ყველა არის პირველიდან 59 საკითხამდე იქნება სავარაუდოდ. დიახ, 50 საკითხი გახლავთ რეგიონულ პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ანგარიში 2024 წელს გაწეულ საქმიანობაზე, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიში, რომელიც რეგიონულ პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს გადაეცემა და ბოლოს გახლავთ დასამტკიცებელი ხაზინათა საბჭოს გადაწყვეტილება ნომერი 56 გთხოვთ ხარდაჭერას. მადლობთ. გადავინაცვლოთ ახლა პლენუმის ხდომის დარბაზში, ბიუროს ხდომა დახურულია.